გამარჯობა. მოგლედ გრძელდება ჩვენი ძალიან დიდი და მნიშვნელოვანი ამბავი. წიგნის ჩუქების საქმე, რომელიც ვფიქრობ, რომ ძალიან მყარ ტრადიციად იქცა წლების წინ დავიწყეთ ის და ერთგვარად ორ მოცემულობას გულისხმობს. ერთი წიგნის ჩუქების თვე, აპრილი და მეორე 23 აპრილი, ერთგვარი შეჯამება ამ ამბებისა, ანუ წიგნის ჩუქების დღე. საქმე ის გახლავთ, რომ ჩვენ წელს გადავწყვიტეთ და იმ ძირითად სლოგანს აჩუქე წიგნი დაემატება მეორე სლოგანი, ეს სლოგანი ყოველწლიურად გამოიცვლება და წელს ყველა კონტექსტმა გვიკარნახა ახალი სლოგანი აჩუქე თავისუფლება. აჩუქე წიგნი, აჩუქე თავისუფლება. დამოუკიდებლობის საძირკველი არის ცოდნა, ეს უკვე დადასტურებული ამბავიც არის საქართველოს ისტორიაში, როდესაც უნივერსიტეტი გაიხსნა ჯერ და მერე უკვე გამოცხადდა საქართველოს დამოუკიდებლობა. შესაბამისად, ამ სლოგანითვე, ამ სლოგანებითვე ერთგვარად ვიწყებთ გამოწვევების ციკლს და მე მინდა რომ ყველა თქვენგანი შემოუერთდეთ აი ამ გამოწვევებს, აჩუქოთ წიგნები მეგობრებს, სლოგანით აჩუქე წიგნი, აჩუქე თავისუფლება და მე თავისუფლებას ვაძლევ, რომ გამოვიწვიო გიგანტური ფიგურა ქართული კულტურის და მეცნიერების ჩემი მეგობარი მზექალა შანიძე და მას ჩემგან გაუგზავნო წიგნი, რომელიც ყველა კონტექსტით უკავშირდება დამოუკიდებლობასა და თავისუფლებას. ეს არის მარო წერეთლის დღიური. საინტერესოა ვის გამოიწვევს თვითონ ქალბატონი მზექალა.